ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკური სუბიექტების გეგმები არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, თუმცა ჯერ ისევ არ არის გარკვეული ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი არსებული ხელისუფლების პირობებში არ აქვთ. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას კრიტიკულად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მე არ ვარ მარჩიელი, მე ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსი უნდა ხედავდეს როგორც დღევანდელ დღეს, ასევე მომავალს, იმ მომავალს, რომელიც ცივილიზაციური არჩევანია. და სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ იმისთვის, რომ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი შესრულდეს, იმისთვის, რომ წარსულში არ დაგვუნდეთ და უკეთესი, ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყანა გქონდეს ევროკავშირის ფარგლებში, ამიტომ აუცილებელია კრიზისის დაძლევა ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. და ეს არის დღის წესრიგი, დღევანდელიც, ხვალინდელიც და არა ის რას ოცნება შესაბამისად არ ყოფით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის იმ ხარჯში, რომელიც იქნება ოქტომბერში. ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა და არა მხოლოდ ჩვენი, ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ თვეების განმავლობაში იბრძვის ცვლილებებისთვის, არის ორი მთავარი მოთხოვნა. ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, ამაზე არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა და მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ახალი არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული არის ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები ვერანაირი ფორმით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ვერ მოახდენს. პრინციპი ნაკლები უკეთესი არ გამქრალა არსად. ასევე ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ასევე ჩვენი ხალხის ძალის დაპირება და ხალხისთვის სიმართლის თქმა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ისე ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ვერ მოვლენ ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ აი ამ სამივეს დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს კოლექტიური ნაცმოძრაობა და ჩამოცილდება პოლიტიკას, შესაბამისად არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს იქნება ძალიან კარგი. რაც უფრო ნაკლები ნაცაგენტი მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკაში ზოგადად და ამოდროულად არჩევნებისთვის, მით უკეთესი იქნება ეს პოლიტიკური სივრცისთვის და იქნება უკეთესი საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისათვის. ეს ხელს შეუწყობს, რომ გაჯესახდეს პოლიტიკური კონიუნქტურა და რეალურად სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს ხელფეხი გაეხსნათ, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ და შესაბამისად ხალხის შესაბამისად იმოქმედონ. ამავდროულად ეხლა კონკრეტულად ეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, კოლექტიური აგენტურა თითქოს ნაწილი საუბრობს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას და ნაწილი საუბრობს, რომ მიიღებენ. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სპექტაკლის და შოუს ნაწილი, იმიტომ რომ მათ არ მიუღიათ ჯერ დავალება, საბოლოო გადაწყვეტილება არ ისწრიან მათი პატრონები, რას მიუთითებენ.